ალო მეუბნება ტელეფონზე რომ იარაღიაო და რა უყო. და ვინც ვერ მიხვდით მეგობრებო, ჩვენ იგივე ოთახში აღარ ვართ. თელავში ვართ. ვიყვირ ის იქ. ერთი გადაცემით ჩამოხვედი რას ქვია? ანუ ესეთი გადაცემით არ ჩამოსულხარ. მანქანით ჩამოხვედი. შერომა ჩუქე ეგ სიყვარული. გამარჯობა მეგობრებო. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ხელოვნური ინტელექტის სტილებს და რეალურად რა არის ხელოვნური ინტელექტი. ვითომ ყველამ რო იცით. შენ იცი? რა არის ხელოვნური ინტელექტი? მე ყველაფერი ვიცი. ხო საერთოდ. მაგათ კითხულობ შენთან გადაცემის პერიოდა. მითხრა. დედამიწა როგორ შეიქმნა? რა? დედამიწა. არიცი? არ ვიცი. მაშინ არა საჭირო ვიცი. და მეგობრებო, პირველი AI, რომელიც უნდა რომ ავთოს გაგვაცნოს, არის rule based AI, რომელიც მიყვება რაღაც კონკრეტულ წესებს, რომელიც წინასწარ არის გაწერილი. ჭიანჭველები. არა, ჭიანჭველები კაი შეიძლება რაღაც პარალელი გავავალოთ, მაგრამ მაგასთან არაფერი კავშირი არ არის. ანუ ხელოვნური ინტელექტი ეწოდება ისეთ მოწყობილობებს და ფუნქციის მქონე მოწყობილობებსაც, როგორიცაა მაგალითად კალკულატორი. უფუნქციო მოწყობილობებს? უფუნქციო მოწყობილობებს არ ეწოდება ხელოვნური ინტელექტი. კი ბატონო. კალკულატორი მაგალითად რა? კალკულატორს რო იყენებს თქვენ ადამიანები, ChatGPT არ ყოფილა მარტო ხელოვნური ინტელექტი, გაიგეთ? ანუ მაგასაც ხელოვნური ინტელექტი ქვია, ყველაზე დაბალი დონის, ანუ საწყისი დონის ხელოვნური და თუ გინდათ მეგობრებო გასწავლოთ როგორ იქნება იტალიური ბრეინროთები, შეგიძლიათ დაგვიწეროთ კომენტარებში და აუცილებლად ჩავწერთ შემდეგ ვიდეოს მაგას. კარგი. Favorito. ასევე თუ მაგბიძა რაც rule based ხელოვნური ინტელექტი არის და კიდევ რა მე ვერ მოგვიზებს ვერაზროს ამით. აი თუნდაც კარები რომელიც ავტომატურად იღება რომ ახლოს სენსორი შეკიანი კარები. სენსორი ხო. ესეთი ტიპის მოწყობილობებიც არის ხელოვნური ინტელექტი. ოღონდ საწყის დონე ყველაზე მარტივი რომელიც წინასწარ გაწერილ რაღაც ბრძანებებს მიყვება. ბრძანებულებებს. ანუ ვიღაცა პროგრამისტი ზის და წერს რომ აი 6 საათზე დაურეკე ავთოს მაგვიზარავ. არა. და ის დარეკავს. თუ ვერ მიხვდით. რა იგრი არის. წერს ასე, ანუ ერთხელ დაწერა იმან და ერთხელ დაწერა და მე შენ ავთო უთითებ რომ 6-ზე გაიღვიძე რა უნდა ეხა მაგის მიხედავს თუ არ დაუღეჭეთ. მიხედავს. შემდეგი ტიპის AI არის context based AI. კონტექსტური დაჯგუფება. ხო, ანუ ეს უკვე შედარებით მაღალი დონის არის და რატო? აქამდე თუ ხელოვნური ინტელექტი მხოლოდ რაღაც გაწერილ ბრძანებას მიყვებოდა, ახლა უკვე ამ გაწერილი ბრძანებით აფასებს გარემოს და იმის მიხედვით არჩევს რომელი ბრძანება შეასრულოს. მაგალითად, ანუ შეიძლება არ დამემორჩილოს? არა, შენ დაგემორჩილება, მაგრამ წინასწარ გაწერილი ხო აქვს უამრავი ფუნქცია და იმ ფუნქციიდან რომელი გამოიყენოს პრიორიტეტში, რომელი ჩააყენოს, გარემოდან გამომდინარე არჩევს. აი თქვენსავით არის კი არა, ჩვენსავით მეგობრებო, როდესაც გვშია და გვეძინება, ვირჩევთ ჯერ ჭამას და მერე ძილს. ხო, დაახლოებით. მაგალითად, თუ უყურებთ YouTube-ზე ყოველთვის ქართული YouTube-ს, მაგალითად Space 4 და DOS, YouTube-ის ეს ალგორითმს, რასაც ვეძახით, ანუ context based AI, თავისით ავტომატურად მიხვდება იმას, რომ შენ უნდა ამოგიგდოს სულ Space 4 და DOS-ის ვიდეოები, ან მასთან მიმსგავსებული კონტენტის მქონე ვიდეოები. და ამდენჯერად შეხვალ homepage-ზე ამოგებს ხოლმე თავის თამებს, ან მაგასაც არ გიგდებთ უყურეთ ხოლმე. voice assistant-ები რო არის ტელეფონებში შაშენებული. როგორ არ ვიცი რა მერას მეუნდა. არა, გიხსნი რა. მაგალითად Siri ხო იცნობთ Siri-ს? Siri ან Google Assistant, Alexa, რავი, ნებისმიერი voice assistant-ი იგივე პრინციპით მუშაობს რა. აი იცით როგორ არის წინასწარ ხო იციან ეხა თქვენ რა ქვიათ და რაღაცეები და ადრე ძველ დიალოგებსაც იმახსოვრებენ და მერე გცნობენ რა. ხო, ახლა. და TikTok-ზე რო აი brain-როთებს გიგდებთ, ეგეც მაგ context based AI-ის დამსახურება. ხო, მოკლედ აფასებს გარემოს და წინაცოდნას და იმის მიხედვით აკეთებს შემდეგ ქმედებას. ჩვენი შემდეგი ხელოვნური ინტელექტი, ანუ შემდეგი ეტაპი, რომელიც ამაზე უფრო განვითარებული არის neural domain AI. ანუ ვიწრო წრეში ტრიალებს. ვიწრო წრეში ტრიალებს, ხო, neural ვიწრო წრე არ წერია, მაგრამ ტრიალებს domain. და
რასტიშოს ეკითხა რა. რაღაცა ერთი კონკრეტული მიმართულებით, რაზეც არის ორიენტირებული თავიდანვე, ანუ რისთვისაც დაიწერა ეგ AI იმის გაკეთება შეუძლია იდეალურად. თუმცა სხვა დანარჩენ ყველაფერში გაცილებით უკან არის. აი რადიკალურად უკან. აი მაგალითად გავიკეთე MRI. ხო. იმას ხერხემალს. ხო. და AI მითხრა მე პასუხები. ხო, MRI-ის მაგ პრინციპით მუშაობს, რომ ხელოვნური ინტელექტი არის ნეიროდომეინ. მედიცინაში ვიცი რომ იყენებენ, იმიტომ რომ მე საერთოდ სოვარ დროს ძალიან განვითარებული მედიკოსი ვიყავი. მაგ MRI-ის ხელოვნური შეუძლია რომ MRI იდეალურად წაიკითხოს, თუმცა სხვა რამე თასკი ვაჟამშაბელს ვერ წაიკითხოს. ვაჟამშაბელს ვერ წაიკითხოს, ხო. შეუძლებელია მაგის და იმიტომ. კი ბატონო. ასევე არსებობს ამერიკელი IBM-ის ერთ-ერთი ეგეთი ნეიროდომეინ AI, რომელმაც Deep Blue ხო. Blue Purple. იცი მაგას? Deep Purple. Deep Blue. Რომელმაც Каспаровс моуго Гарри Каспаров. Если вы не знаете, кто это такой? Соплио чемпионი ტრადრაკში და გოურო არის კიდე აზიელების თამაში რაღაცა გოლებს რო ატრიალებენ. მოუგო კიდე ერთ ჩემპიონს. მაგაში სახელი ჩემპიონს. ხო. დაგუგლეთ მეგობრებო და ნახეთ რომელმა AI მოუგო გოუში რომელმა AI მოუგო ზაჰურს. ხო ითამაშა. ხო. რა თქმა უნდა ამის იქაც არის ხელოვნური ინტელექტები, ამ ამაზე განვითარებულები. თქვენ რომ გეგონათ მხოლოდ GPT არსებობდა თურმე რა ხდება? თურმე მანამდე ამდენი ყოფილა და მის შემდეგაც ბევრი არის. არის ესეთი შემდეგი reasoning AI. ანუ reasoning AI არის ხელოვნური ინტელექტის ის ტიპი, რომელსაც შეუძლია ერთდროულად ბევრი ვარიაციის გააზრება და იმ ვარიაციებიდან საუკეთესოს თამაშობა და საუკეთესოს ამორჩევა. ანუ იგივე პრინციპზეა მორგებული, როგორც ადამიანის კოდება მუშაობს. მაგალითად ადამიანი როცა მანქანას მართავს, მანქანის მართვის დროს აანალიზებს ადამიანის ტვინი მილიონობით სხვადასხვა ვარიაციას. სამილეწება და სად. ხო, როგორ გაიაროს მოკლედ. შენ ყველაზე უსაფრთხო ვარიანტი არჩიოს კოდება. იგივე პრინციპით მუშაობს ასეთი ტიპის ხელოვნური ინტელექტებიც, მაგალითად ჭკვიან მანქანებში, ავტომატურად დადიან, თავისთავად დადიან. ტესლაში. ხო. self-driving cars არ არის, ეგ არის თვითმართვადი მანქანა. ხო, თვითმართვადი მანქანები. ვინც ქართული არიცით არაა პრობლემა, წარით ამერიკაში. ხო, ამ კლასიფიკაციას მიეკუთვნება ასევე ChatGPT. ან მსგავსი ტიპის ხელოვნური ინტელექტები, chatbot-ები მოკლედ რა. მაგრამ დაიმახსოვრეთ, ChatGPT chatbot-ი არ არის ბავშვებო. ChatGPT უფრო მეტი რამეა. შენ რა, განსაკუთრებით გიყვარს არა? რა? ChatGPT. არა. აბა რომელი? რატომ გამიყვარდეს? მე საერთოდ არ ვიყენებ არც ერთ ხელოვნურ ინტელექტს. კალკულატორის. ნოკონი. ხო. ისინი. შემდეგს მე ვიტყვი ვიცი. რა არის? AGI. AGI. Artificial General Intelligence. ოჯანიო. ეს არის მეგობრებო ადამიანის გავსი ხელოვნური ინტელექტი რომ არსებობდეს უბრალოდ გრძნობების და ემოციების გარეშე და ადამიანი არ იყოს. აუგონდ AGI ადამიანის შორის განსხვავება რა არის? არაფერი. ბევრი მიმართულებით არის AGI განსაზღვრული და შეუძლია ნებისმიერ რაღაც საკითხზე რაღაც კონკრეტული ინფორმაცია ჰქონდეს. აი მაგალითად AGI შეუძლია 1000-ჯერ უფრო სწრაფად აითვისოს რაღაცები, რაც ეგ ყველა ხელოვნური ინტელექტი შეუძლია აბსოლუტურად კალკულატორის გარდა. კალკულატორს რატო აი იმეებსაც ბევრად MRI-ის რო ამუშავებს. ხო, ან ნახე, ეგ მაგ ტიპის ხელოვნური ინტელექტი არის ადამიანთან ყველაზე მიახლოებული მაგითო, რომ ნულიდან იწყებს და სწავლობს. არა, ამასაც ის აქვს. რა? data აქვს თავის და ალგორითმს ამუშავებს. უბრალოდ ბევრი მიმართულებაში აქვს. ნულიდან არც ერთი AI არ არის. კალკულატორის. კალკულატორზე რომ შედიხართ ნული ხო წერია. აბა შედი ChatGPT-ში. ნული წერია? არ წერია. ანუ არ არის. არ წერია. აი შეფზარეული რო ყავდეთ თქვენი ინდივიდუალური ან გადამღები მონა, რომელიც კარგი, აბა კამერას შეგირთავთ ხოლმე რა, აქ არ არის. ან მაგალითად დამლაგებელი, რომელიც ახს და გილაგებთ, ყავას გაგიკეთებთ და რავი, სამსახურში წაგიყვანთ მოგივლის და იმეცე თქვენი მაგივრად იმუშავებს და ასე შემდეგ. ოღონდ ეს შეიძლება ერთი მიმართულებით იყოს ან რამდენიმე მიმართულებით განვითარებული. არ გააჩნია არანაირი ემოცია, არანაირი
ანუ ეგეთი ტიპის self-awareness არის. აი ინგლისურად როგორც არა პრობლემა შეგიძლიათ წავიდეთ ამერიკაში. როგორც ავტომ გითხრათ. ხო. გადაახვიეთ, ჩემს მოისმინეთ და ისე წადით. და ჩვენ წავიყვანეთ, რა თქმა უნდა. ხო, მაგის შემდეგაც არის კიდევ. აღონთა ერთი რაღაც უთხრათ, რა ეგრე ჩემი საყვარელი ინფორმაცია, ყველა ბავშვს უთხარი კი არა, ყველა სტუდენტს უთხარი აბსოლუტურად. რომ წელს გეგმავს OpenAI CEO, რა ქვია? დაივიწყე არ მახსოვს. და თუ არ გახსოვთ, დაგუგლეთ მეგობრებო, OpenAI CEO-მ განაცხადა, რომ წელს გამოვა პირველი AGI ბაზარზე და აი მე ნახეთ, რა დაგვიხსოვს AGI. AGI შეგვიძლია გამოვიყენოთ აი ხელწერილებში რა და ბომბის განაღმვის დროს რო აფეთქდეს, რავი, ადამიანი არ დაიღუპება და რობოტი აფეთქდება და თუ გზნობა რა აფეთქდეს, რავი. პირდაპირ ომში არ ვიყენებთ. რაში? ომში. ომში წავიდეს. ანუ შეგვიძლია გამოვიყენოთ. კი, უბრალოდ ბომბის განაღმა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ომი. აი შეუძლია რომ აი ოპერაცია გააკეთოს, ქირურგი იყოს ძალიან ძლიერი და შემდეგ და ეს ყველაფერი როგორც ავთომ თქვა კალკულატორზე ბევრად სწრაფად. Super intelligent AI არის შემდეგი ტიპის ხელოვნური ინტელექტი, ანუ უფრო განვითარებული ვერსია. ძლიერი AGI. ძლიერი AGI და განსხვავება მათ შორის არის, რომ brain rot-ია ის. აი TikTok ტრენდებს ისაკეთებს. Super intelligent AI. ბომბარდირო პროგრამა. თუ super intelligent AI ეს მაგას ეხლა ვიღებ. ამას ვიღებ. იზერე და კომენტარეთ, ვინ იყო პირველი ადამიანი, ვინც ბომბარდირო კროკოდილო თუ ბომბარდირო კროკოდალო. ტრალალე. რომელიღაც ხო შეიქმნა პირველი და რატო შეიქმნა და როგორ შეიქმნა ვინ თუ დაწერეთ კომენტარებში ყველაზე საინტერესო ინფორმაცია აქვს ჩვენთვის. ვინ გააკეთა ეს, ვინ აყვა და მე ვინ დაემატა. ვინც ყველას ჩამოწერთ, აბსოლუტურად ყველას მოგიწევთ შემდეგ გადაცემაში და გათქმევინებთ ზეპირად. არა. კი. გელოდებით მეგობრებო. აი აქ ქვემოთ დააკომენტარეთ ყველას სახელი, რაც იცით. დაწერეთ თქვენი საყვარელი brain rot-ი ასე. Italiano, brain rot. Aftandillo spesolo. აგერ სხვა ვაიცი? Super intelligent AI-სა და AGI-ში. ის სუპერია. სუპანურითია აი ბენზინი ხო არის პრემიუმი. სუპერი ხო ჯობია. ხო და რას აკეთებს super intelligent AI? ძლიერი. ანუ super intelligent AI ჯერ არსებული AI-ა, მაგრამ კლასიფიკაცია აქვს და ამის შემდეგ კიდევ ერთი კლასიფიკაცია არის. რას ნიშნავს ახლა ეს super intelligent? ანუ ადამიანთან შედარებით იქნება 8 მილიარდჯერ უფრო ჭკვიანი. ანუ ყველა ადამიანი ერთად რასაც იზომებს ერთ აი ყველას ვისაც გიარსებიათ და არსებობთ და ყველანი ერთად ვინც ვართ ყველაზე ჭკვიანი იქნება და 1000-ჯერ და მილიონობით უფრო სწრაფად. ანუ წარმოიდგინეთ როგორი შედარება იქნება ჩვენსა და ასეთი ტიპის ხელოვნური ინტელექტის შორის, მაგალითად ვერ წარმოიდგეთ. ანუ პირველ ყოფილი ადამიანისთვის როგორიც იყო, როგორ წარმოუდგენელიც იყო ახლა რა დონეზეც ვარ. აი კამერით რო ვიჯდებოდით ახლა მე და ვის ხდებოდით ბოდიში, მე და ოტო და გადავიღებდით ამ brain rot ვიდეოს. ანუ როგორც ეგ იყო პირველ ყოფილი ადამიანისთვის წარმოუდგენელი, ეგეთივე წარმოუდგენელი იქნება ჩვენთვის. რა შეუძლია მოიფიქროს ასეთი ტიპის ხელოვნურმა ინტელექტმა. ანუ ასეთი ტიპის ხელოვნურ ინტელექტს შესაძლოა შეეძლოს ისეთი კოლოსალური პრობლემების გადაჭრა, როგორიცაა სოფლიო შიმშილი, ან სიკვდილიანობა, კიბო, ან ხო კიბო. ან საერთოდ ან ისეთი რაღაც მოედავების სამალი ვარფიცით. ანუ ჩვენი წარმოდგენისთვის ძალიან რთულია რა. ანუ ადამიანის გონებას რო არ შეუძლია დაეწიოს, ეგეთი ტიპის ხელოვნური ინტელექტი არის საუბარი. თუმცა ან დაეწიოს გააჩნია ადამიანს. თუმცა არსებობს გზა, რომელიც გვაძლევს საშუალებას საკუთარი გონება დავააპდეიტოთ, ანუ გავაძლიეროთ. ჯერ არ არსებობს, მაგრამ იარსებობს. ნეიროლინკი. Elon Musk, this is Illuma. ნეიროლინკი რომელიც შეუძლებს. კაი. რომელსაც შეუძლია ადამიანის გონების შესაძლებლობების გაზრდა. გაუმჯობესება. საკუთარი გონება რო გაუმჯობესო, რა მაგარია წარმოგიდგენთ და შეიძლება თვითონ ადამიანი გახდეს super intelligent AI-ის მქონე არსება.
ანუ შეუძლია რომ დაუკავშირდეს მოკლედ იმ AI-ს და ერთად იყვნენ ძლიერები. ანუ ერთ ადამიანს უკვე იმაზე მეტი ცოდნა ქონდეს, ვიდრე რაც კაცობრიობას ჯამში ქონია. ანუ ეს super intelligent AI უკვე ნიშნავს რომ აი AI დაიწყებს თავისი AI-ის გაკეთებას და შეიძლება მილიარდობით კოპია შექმნას თავისი თავის. და ეს წამებში, წარმოგიდგენთ სწრაფად და პარტიოთ. ჩვენ რა განვითარებას განვლეთ მაგალითად მილიონი წლის განმავლობაში შეიძლება ეგ მოხდეს 100 წელიწადში. ამის შემდეგაც არსებობს კიდევ ერთი ეტაპი self awareness AI, რომელიც ადამიანი super intelligence AI-ია და ამას ყველაფერს აქვს გრძნობები. და თან შეუძლია რომ აი რო არსებობს ცოცხალია ეგეთი განსაზღვროს. ანუ თავთან გაუჩნდება კითხვები რომ რატომ ვარსებობ ან რა არის როგორც თქვენ ზიხართ ხოლმე ან წევხართ და ამაზე ფიქრობთ. მოკლედ როგორც ადამიანის აზრები მუშაობს და ფიქრები, რაც გრძნობებზე დამოკიდებული, მაგას ყველაფერს ეს ხელოვნური ინტელექტიც გაიაზრებს. მაგრამ რადგან super intelligent AI არის, შეეძლოს რომ მაგ კითხვებზე პასუხი გასცეს, ან იმუშაოს მისი ცხოვრება, რომ მიუშაოს მაგაზე მის ცხოვრება, რომ ეგ კითხვები ამოხსნას. და რა უპირატესობა ატომ შედითან შედარებით გამოიცანით, არ კვდება. არ კვდება და მილიარდჯერ სწრაფია. არც მოხუცი არ არის დიახ. ან შეიძლება ჩვენი სიცოცხლეს გაახანგრძლოს ისეთ რაღაცებზე იმუშაოს. მოკლედ ძალიან კარგია, ძალიან საინტერესოა და ამავდროულად ძალიან დამაფიქრებელი, იმიტომ რომ შეიძლება ეგზისტენციალური კრიზისი გამოიწვიოს. ჩვენ ვისაუბრეთ ამ წუთას დადებით მხარებზე არ შეიძლება გამოიწვიოს ოფიცერ თვითონ იფიქრო ნახო. დაწერეთ კომენტარებში უნდა მოეგო თუ არა ტრალას კედა. ბომბარდირო კოკოდილოს მოეგო ტრალას. დიახ. აი ეს. და თუმ. საჰური რომ გაიწვია.